გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება. ამჯერად ჩალაუბნის, მელაანის, კაჭრეთის, ზემო კაჭრეთისა და ჯიმითის მოსახლეობა მის პრიორიტეტების შეარჩია, რისი გაკეთებაც სურთ. 9 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და თითოეულ სოფელს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 10,000-დან 20,000 ლარამდე მოხმარდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების საკითხის შერჩევის მიზნით შეხვედრები მოსახლეობასთან აქტიურად გრძელდება. დღეს 4 სოფელი მოვიარეთ. სასიამოვნო და სასიხარულოა, რომ შეხვედრებზე აქტიურად ესწრება მოსახლეობა და აფიქსირებს თავის საზს, რომელიც შემდეგ პრიორიტეტების მიხედვით ოქმდება და წარმოდგენილი იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში. წელს როგორც მოგეხსენებათ, გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ამ პროგრამის ფარგლებში 520,000 ლარია გამოყოფილი და როგორც ყოველთვის წელსაც მოსახლეობის პრიორიტეტებია სანიავრების მოწყობა, სოფლებში მისასვლელი გზის მოხრეშვა, სავარგულებთან მისასვლელი გზების მოხრეშვა, რეაბილიტაცია, ასევე ბავშვთა გასართობის სივრცეების მინიმუმედნებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. შევხვდით რაიონის ხელმძღვანელობას სოფლის პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან კარგი პროგრამა შედგა რამდენიმე წელიწადი და სოფელში კეთდება მართლაც ძალიან ძვირფასი საქმეები და დღესაც შეკრებილები ვართ იმისთვის, რაც კი ისეთი აუცილებელი პრობლემა არის, რაც სამთანხაში ჩაეტევა, რომ ის გავითვალისწინონ და გავაკეთოთ სოფლის სასიკეთოდ ეს დიდებული საქმე.